ბრუნდებით ეთერში, ძალიან საინტერესო თემები გვაქვს, მაგრამ იქამდე ეს ხმა. ჩვენ საყვარელი ხმა. ხმა მინდოდა ხო, რომ გამეგო. მოკლედ, დავიწყოთ საუბარი, ეს პროცესში უნდა გამეკეთებინა, სიმართლე გითხრა, ტექსტის კითხვის დროს. მაგრამ აბა ნიუნსა თქვენ უკვე დასმული მაქვს და უკვე მივივსებ მაშინ. ხო, ეს ხმაური სხვა ეფექტი აქვს აბსოლუტურად ამ ხმაურს. სხვა სიყვარულია. მსოფლიო აღნიშნავს კოკა-კოლას დაბადების დღეს მეორენაირად მას უწოდებენ კოკა-კოლას დალევის დღესაც. რა თქმა უნდა, უამრავი გზა არსებობს, რომ ამ საკულტო სასმელის დღე აღნიშნოთ. ჩვენ შეგვიძლია დავისხათ, რაც უკვე გავაკეთეთ, მეგობრებს გაუზიაროთ ეს სასმელი, კოკა-კოლა მარტო სასმელი არ არის, ის უკვე უბრალოდ ძალიან დიდი ტრადიციის მატარებელია თითოეულის ოჯახში, ის ასოცირდება ბევრ აქტივობასთან ზაფხულში, ცივი კოკა-კოლა და რომელიმე კონკრეტული საკვები, კოკა-კოლა კინოსეანსზე, კოკა-კოლა ფეხბურთის, ხვიჩა კვარაცხელიას და პარის სენ-ჟერმენის თამაშის დროს ყველაზე მთავარი შემადგენელი ნაწილია ამ პროცესის. კი, ნამდვილად ეს არის ტრადიცია და მაყურებელს ვეთყვი, რომ კოკა-კოლა მე-19 საუკუნეში შეიქმნა და მას შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით კვებისა და სასმლის ინდუსტრიაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამას ვფიქრობ, რომ დამტკიცება აღარც სჭირდება და კომპანიის ისტორია გეტყვით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე პატარა ქალაქიდან ატლანტადან იწყება ჯონ პემბერტონმა, მოყვარულმა ქიმიკოსმა სპეციალური სიროპი დაამზადა და სახლთან მდებარე ფარმაცევტულ კომპანიაში მიიტანა და გასინჯვისთანავე პემბერტონის მიერ გამოგზავნილმა ამ სასმელმა დაიმსახურა ძალიან დიდი მოწონება, მომზადებულ სიროპს გაზიანი წყალით შეურიეს და 5 ცენტად დაიწყეს თავდაპირველად მისი გაყიდვა. გეტყვით აქვე იმასაც, რომ ლოკალურად მოპოვებული პოპულარობის შემდეგ სასმლით სარეკლამო კომპანიებიც დაინტერესდნენ პემბერტონის ბუღალტერმა ფრენკ რობინსონმა. ინგრედიენტებიდან გამომდინარე უკვე შეარჩია სახელით კოკის ფოთლებისა და კოლას თხილის ჟღერადობა ბუღალტერისთვის ინსპირაციაც კი გახდა და სასმელმა მალევე მოიპოვა პოპულარობა და დღეს უკვე კოკა-კოლას წლიური ბრუნვა მეგობრებო შეადგენს $47 მილიარდ. 5 ცენტიო, ხო? 5 ცენტის დაწყებული კი ბატონო ბიზნესი. პოპულარობის მოპოვებისთან ერთად კოკა-კოლამ თავისი სარეკლამო ინდუსტრიაშიც თავი დაიმკვიდრა განსაკუთრებულად. კამპანიები 10 წლეულებია მიმდინარეობს, რაც ძალიან ორიგინალური, დამახსოვრებელი და რაც თავარია ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრ სოციალურ საკითხს ეხებოდა. ახლა მინდა ორ კამპანიას შევეხო. მინდა მსოფლიოს ვუყიდო კოკა-კოლა. კოკა-კოლას ყველაზე დასამახსოვრებელი კამპანია 1971 წელს გადაიღეს. ამ სარეკლამო რგოლში პირველად რო შეხედავ რეალურად ძალიან მარტივი სცენარია შემაღლებულ გორაზე. ბევრი განსხვავებული ახალგაზრდა დგას, თუმცა აქ მთავარი კამპანიის შინაარსია. რეკლამაში მონაწილეობს ყველა ეთნიკურმა წარმომავლობის ახალგაზრდა. და აქ უკვე ხაზი ესმევა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომ ყველას თანაბარი ადგილი უნდა კონდეს ამ სამყაროში და თავისთავად ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ხმამაღალი სარეკლამო კამპანია იყო კოკა-კოლის. ახლა მეორე დაიჭირე, ასე ერქვა კოკა-კოლის კიდევ ერთ წარმატებულ კამპანიას ამ სარეკლამო რგოლით კიდევ ერთი დადასტურდა, რომ კოკა-კოლა ხალხს აერთიანებს. რეკლამაში ჩანს როგორ აწვის პატარა ბიჭი ტრამვირებულ ფეხბურთელს ჯო გრინს კოკა-კოლას. გრინი კი განწყობა იმავე წამს ეცვლება, უმაღლდება და პატარა ბიჭს მადლიერების ნიშნად უკვე საკუთარ მაისურს ჩუქნის. სიკეთე გადამდებია, სწორედ ეს იყო კამპანიის მთავარი გზავნილი და მგონია, რომ ესაა ყველაზე ორი მნიშვნელოვანი კამპანია და გამართლა კიდევაც გადამდებია სიკეთე. ნამდვილად გამართლა სიკეთეც გადამდებია და რატომ უნდა გჯეროდეს, ხო? აქვე ჩნდება შეკითხვა უკეთესი სამყაროს არსებობის 2011 წელს. გეტყვით, რომ მსოფლიოსთვის ეს წელი აღმოჩნდა ბუნებრივი კატასტროფებითა და ეკონომიკური კრიზისით, ასე ვთქვათ, დატვირთული პერიოდი. კოკა-კოლამ კი სწორედ აი ამ პერიოდში ახალი კამპანია წამოიწყო, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე ნეგატიური პროცესების მიღმა ადამიანურ, ძალიან პოზიტიურ ამბებს აფასებს და რეკლამას თანსდევს ძალიან შთამბეჭდავი ფრაზები და შეგვიძლია რომ მაყურებელს ეს რამდენიმე შთამბეჭდავი ფრაზა გავუზიაროთ. მაშინ, როდესაც ადამიანები ათასობით საბრძოლო იარაღს იგონებენ, მილიონობით დედა შოკოლადის ტორტს აცხობს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ნამდვილად ერთ-ერთი ძალიან დასამახსოვრებელი ფრაზა. ინტერნეტში ბევრად მეტი სახალისო ვიდეო იძებნება, ვიდრე მსოფლიოში უარყოფითი ამბები ხდება. ათასობით კორუმპირებული ადამიანის პარალელურად ზოგიერთი ადამიანი სისხლს გასცემს და ბოლო ჩემთვის
ყოველთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი ფრაზა, მსოფლიოში გაყიდული ყოველი საბრძოლო იარაღის პარალელურად 10,000-ობით ადამიანი ერთმანეთს კოკა-კოლას უზიარებენ. კი, და ზოგადად უნდა ითქვას, რომ კოკა-კოლა ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდია, რომელიც წარმოუდგენლად მაღალი ხარისხის, მაგარი დონის და შინაარსობრივად ძალიან გამართულ სარეკლამო კამპანიებს აწარმოებს და ის რგოლები, რასაც ჩვენ ხო, თუნდაც ის რა ღირდა, როდესაც ყველა ეთნოსის წარმომადგენელი ერთად იყო და მთავარი გზავნილი რაც იყო ამ შემთხვევაში ჩემს წარმოუდგენლად ძალიან კრეატიული და ძალიან მარკეტინგულია. გაუზიარე კოლა მეგობარს, თქვენ უკვე გაგიზიარეთ. კამპანია 2011 წელს დაიწყო და დღემდე პოპულარობით სარგებლობს. პირველად კამპანია ავსტრალიაში დაიტესტა და ისეთი სისწრაფით გავრცელდა, რომ დღემდე თითქმის ყველა ქვეყანაში გავრცელებულია. კოკა-კოლას ბოთზე თითქმის ყველა ქვეყანაში შეხვდებით წარწერებს, სადაც ადამიანის სახელია დატანილი. გაუზიარე კოლა მეგობარს, გაუზიარე კარგი მოგონებები. სწორედ ეს იყო ბრენდის მთავარი გზავნილი. კოკა-კოლა სავიზიტო ბარათად ქცეული საახალწლო კამპანია სათავეს 1985 წელს იღებს და ეს იცით რა კამპანიაც არის, წარმოუდგენელი სილამაზის, წარმოუდგენელი მასშტაბის და მე როდესაც თუნდაც აი ხმა მესმის, ზუსტად წარმომიდგება ის სცენა, რომ ყველა ბავშვი აბსოლუტურად გარბის უცებ ფანჯრისკენ, რომ დაინახოს აი ეს შთამბეჭდავი სანახაობა, რომელსაც თავაზობს კოკა-კოლა. ეს სარეკლამო რგოლის გარდა ბრენდის წარმომადგენლები სპეციალურად მოწყობილი სატვირთო მანქანით ქუჩებში გადაადგილდებიან და ახალი წლის მოსვლას გვატყობინებენ, რაც უაღრესად დიდი ბედნიერება თითოეული ჩვენგანისთვის ტრადიციულ სარეკლამო რგოლს ბევრჯერ შეეცვალა შინაარსი, თუმცა გამოკითხვა მაჩვენა, რომ მომხმარებელს განსაკუთრებული სენტიმენტები ძველი რეკლამის მიმართ ჰქონდათ. მსოფლიოს მეტი სანტა სჭირდება, ხო? და თითოეულ ოჯახს ალბათ თავისი სანტა ჰყავს, ხო? კი, რეკლამო კომპანია ყველასა. კი, ძალიან და ეს მაგარი. დღესასწაულიც ამ ყოველთვის გარეშე თითქოს არ წარმოგვიდგენია. იმიტომ რომ ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია ის მუსიკა, ის სიმღერა, თვითონ ამ მანქანების გადაადგილება და განწყობასთან ასოცირდება კომპანია. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი გამარჯვება. და აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს კოკა-კოლამ საახალწლო რეკლამა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნა. ესე იგი, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ კოკა-კოლა ეს ბრენდია, რომელიც ყოველთვის ფეხს უწყობს, სიახლეებს, მას აქვს ყოველთვის ძალიან საინტერესო კამპანიები, მათ შორის გზავნილები, სარეკლამო რგოლები, რომელიც ნამდვილად არის დასამახსოვრებელი და ყველაფერთან ერთად საჭირო. აუცილებლად. საჭირო, რომელიც კიდევ ერთი საჭირო ამბავი ნებისმიერ წერტილში ყოველ წელს ჟღერდება. ერთსაც ვიტყვი კოკა-კოლასთან ჩვენ ისეთ რეალობაში ცხოვრობთ, რომ ქართველები ვართ ეხლა და კოკა-კოლა წარმოიდგინე 5 ცენტით დაიწყო და 47 მილიარდი აქვს დღეს ბრუნვა და რამდენ ინვესტიციას დებს სარეკლამო კამპანიაში და ქართული კომპანიები არიან კი, რეკლამის ჩვენო პიარი და რეკლამა რა გვინდა?